ტრადიცია გრძელდება. ჩვენ ყოველი წლის გაზაფხულზე პარის ქართველი ტალანტების საგულშემატკივროდ ვსტუმრობთ. ეს არის გალა კონცერტის უცვლელი ადგილი, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდებს მსოფლიო სცენისკენ უღებენ კარს და აქედან იწყება წარმატების ისტორიის წერა. ჩვენი ქვეყნიდან SOS ტალანტებს პიანისტი, მშვიდობის ელჩი და ახლა უკვე აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე წარადგენს და აძლევს შანსს, რომელიც მათ მომავალს განსაზღვრავს. იმედის კვირა მარსელ დასოს სასახლეში ნახეთ საბახვიჩიას რეპორტაჟი პარიზიდან. პარიზის ყველაზე დიდი და ცნობილი გამზირი შანზელიზე ყოველდღიურად თითქმის 300,000 ადამიანს მასპინძლობს. კონკორდის მოედნიდან შარლ დე გოლის მოედნამდე სეირნობისას ჩვენი კამერის ობიექტივში ხდება გრან პალეს გრანდიოზული სასახლე, ობელისკი, ტრიუმფალური თაღი, ტუილერის ბაღი და ლუვრის მუზეუმი. აქვეა მე-17 საუკუნეში აგებული მარსელ დასოს ისტორიული სასახლე. მარსელ დასოს სასახლის ეს კარი წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღება. დღეს 2025 წლის 27 მარტს ჩვენ ამ სასახლეს ვსტუმრობთ, რადგან 3 ქართველი ვირტუოზი პიანისტი საფრანგეთის ელიტარული საზოგადოების წინაშე წარსდგება. სასახლის შესასვლელში პირველი რაც ჩვენს ყურადღებას იქცევს ზეციურ მაგნატად წოდებული მარსელ დასოს საპატიო კუთხეა. ინოვაციური თვითმფრინავების შექმნის გასაგრძელებლად 1952 წელს მან შანზელიზეზე მდებარე სასახლე 300 მილიონ ფრანკად შეიძინა. სწორედ მას შემდეგ მისმა რკინის ჩიტებმა უფრო მაღლა დაიწყეს ფრენა და ისტორიამაც შესაბამისი სახელი უწოდა. საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის ფუძემდებელი. ბაბუაჩემმა გადაწყვიტა, რომ ბიურო შანზელიზეზე გაეკეთებინა. იყიდა ეს სასახლე, მაგრამ მაშინ მხოლოდ შენობის ნახევარი იყო. ახლა როგორ სასახლესაც ხედავთ, ეს ყველაფერი მისი დამსახურება. სასახლეში მარსელ დასოს შვილიშვილი ლორან დასო გუმასპინძლობს. საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიყვება და გვიხსნის, რატომ იღება სასახლის კარი ყოველ წელს ახალგაზრდა ქართველი პიანისტებისთვის. მუსიკისა და კულტურის სიყვარული დედისაგან მემკვიდრეობით გვერგო. დღევანდელი კონცერტი კი სადაც 5 მონაწილე იქნება და აქედან 3 ქართველი არის შანსი, რომ ამ ახალგაზრდებმა საკუთარი თავი იპოვონ და საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრონ. ამ ყველაფერს დედაჩემმა ნიკოლ დასომ ჩაუყარა საფუძველი და ჩვენ უკვე 25 წელია მიშელსონის მოღვაწეობას ვუჭერთ მხარს. მიშელსონის, რომლის მიზანიც ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და საერთაშორისო სცენაზე მათი წარმოჩენაა. ყველა ახალგაზრდას უნდა მიუცეთ შანსი განვითარების. ჩემი ფონდიც SOS ტალანტიც სწორედ ამას ემსახურება. მეტი ახალგაზრდა სცენაზე. ეს ცნობილი ფრანკი მუსიკოსი და მეთოდოლოგი მიშელსონია. ფონდ SOS ტალანტის დამფუძნებელი. მან ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად განსაკუთრებული მეთოდი შექმნა, რომელსაც უკვე 10,000-ობით მიმდევარი ჰყავს. მათ შორის არიან დღევანდელი კონცერტის მონაწილეებიც. ჩემი სწავლების სპეციფიკა განვითარების ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება. დიდაქტიკური ნაწარმოებები, რომლებიც ეფექტურად ავითარებენ მუსიკალური ფრაზის და ბგერის აღქმას. ასევე ეტიუდების ციკლი, სადაც ყოველი ტექნიკური ბარიერი გათვლილია და დაჩქარებული ტემპით საშუალებას იძლევა თავისუფლებაში მოიყვანოს ხელის აპარატი. ეს სპეციფიკა საშუალებას იძლევა მუსიკოსმა ადრეული ასაკიდან დაძლიოს ნაწარმოებების სირთულე და ეფექტურ შედეგს მიაღწიოს. მიშელსონის ეს მეთოდი არის ფანტასტიკური საშუალება, რომ ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში მიაღწიოთ ძალიან დიდ მწვერვალს, თანაც დროის მოკლე მონაკვეთში. ეს არის სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებით ნაწარმოების ემოციურ დონეზე აღქმა ხდება, რაც მსმენელს ეხმარება სულ სხვა სამყაროში გადავიდეს. დღეს სწორედ ამას ვიხილავთ მონაწილეებისაგან. მარსელ დასოს სასახლის დარბაზში საკონცერტო მზადება ბოლო ეტაპზეა. მალე ამ სცენაზე საფრანგეთის ელიტარული საზოგადოების წინაშე 3 ქართველი ვირტუოზი პიანისტი წარსდგება. სტუმრები უკვე იგრიბებიან.
სცენაზე გასასვლელად ემზადებიან მონაწილეებიც. კონცერტის წინ მათ მიშელ სონის ფონდის პირველი წარმომადგენელი, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ამხნევებს. აბა შენიცი როგორ გვასახელებ ახლა ხო აჭარას პირველ რიგში. ყველაზე ნორჩი ლაურეატი 10 წლის ანდრია კაპანაძეა აჭარიდან. დღეს მისი პირველი საერთაშორისო კონცერტია. ძალიან მიხარია, რომ აი აქ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ამ სასახლეში დღეს გალა კონცერტზე მონაწილეობ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადებ ქალბატონ ელისოს, რათა მომცა შესაძლებლობა მიმეღო ამ კონცერტზე მონაწილეობა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და ყოველთვის დიდი სიამოვნება და ბედნიერება ახლა ჩემთვის ამ სასახლეში დაკვნა. დარბაზის სტუმრებით ივსება. სცენაზე დასოების ოჯახის წარმომადგენლები ადიან. მინდა მივესალმო ყველა სტუმარს და წარმატება უსურვო ყველა მონაწილეს. დასოების ოჯახი დღემდე გულშემატკივრობს ახალგაზრდებს და ეს სცენაც სწორედ მათი ნიჭის გამოვლენის ადგილია. მონაწილეების არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან ვხელავ. თქვენ როგორი განწყობა გქონდა? ძალიან უხელავ მართალი გითხრათ, აი სასემონო ღელვად სადაც გქონდა დაკავშირებული განცდებთან, ემოციებთან, გასულ წელს სხვა მოსწავლესთან ერთად ვიყავი, მაგრამ მეც ვერ შევიჩვი ისე ვხელავ, იმიტომ რომ ამჯერად 10 წლის ანდრია გამოდის პირველად ესეთი სერიოზული პუბლიკის წინაშე. 10 წლის ანდრია სცენაზე თავდაჯერებულად არის. ფორტეპიანოსთან ადგილს იკავებს. მიშელ სონის მეთოდით მან უკვე გამოიმუშავა დაკვრის გამორჩეული ტექნიკა, რომ ბიჭუნა მფრინავი თითებით შეარქვეს. მე-17 საუკუნის სასახლის კედლებში ახლა მის მიერ შესრულებული მიშელ სონის და მენდელსონის ნაწარმოებების ჰანგები ისმის. ეს პატარა ანდრიას რო უყურებდი, რომელიც 10 წლისაა და პარიზში პირველი კონცერტი გამართა, ვამბობდი, რომ 10 წლის რო ვიყავი, მე შანსი არ მქონდა თქო და ჩემ ბევრი მეგობარი დამეთანხმა ამაში და ასე რომ ბედნიერება, როცა შეგიძლია შანსი სხვას მიცე. ბარბარე თათარაძე ახლა 23 წლისაა. 15 წელია მარსელ დასოს სასახლის სცენას იპყრობს. 6 წლისა შოპენის სახელობის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ჟიურის წევრი ელისო ბოლქვაძე იმდენად მოხიბლა, რომ მისი მხარდაჭერით ბარბარე SOS ტალანტის სტიპენდიანტი გახდა. წლიდან ვუკრავ სოსტალანტის ქალა კონცერტებზე ყოველწლიურად და როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი გარემო ულამაზესი სასახლე, ძალიან თბილი და მოსიყვარულე მსმენელი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვასიამოვნებ აქ მასულ მსმენელს. ბარბარეს საშემსრულებლო ტექნიკით მსმენელი ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩა. ახლა სცენაზე გასასვლელად 12 წლის ედუარდ სიმონიანი ემზადება. ის სომხეთიდანაა და ამ სასახლის სცენაზე უკვე მეორედ წარსდგება. ედუარდი ნორჩი მუსიკოსების უკვე მრავალ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა და დიდ წარმატებასაც უწინასწარ მეტყველებენ. ღონისძიების კიდევ ერთი მონაწილე ლიე ტუველი, 19 წლის ვირტუოზია. პიჟუს პირაკოვა 8 წლის ასაკიდან მონაწილეობს ევროპაში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებში. ის ნაწარმოებების მგრძნობიარე და რომანტიული შესრულებით გამოირჩევა. ჩვენი კონცერტი დასასრულს უახლოვდება და მინდა ვუხმო ადამიანს, რომელიც ამ სცენაზე მრავალჯერ ამოსულა. დღეს მისი ალბომის პრეზენტაციაა. თამარ ბერაია საკუთარ სათქმელს მიშელ სონის პიესებით გვეტყვის. ყოველთვის, როდესაც სცენაზე ავდივარ, რა თქმა უნდა, ღელვათან მახლავს. არ აქვს მნიშვნელობა დასოს სასახლეა, 2 კაცისთვის ვუკრავ თუ 100 კაცისთვის, ჩემთვის კონცერტია, დიდი პასუხისმგებლობა, ღელვა, სიხარული. 37 წლის თამარ ბერაია დღევანდელი დღის ბოლო მონაწილეა. მან მიშელ სონის ნაწარმოებების ალბომი შექმნა და მსმენელის წინაშე სწორედ ამ ნაწარმოებებით წარსდგა.
მიშელ სონიმ თამარ ბერაია თბილისში ერთ-ერთი ვიზიტის დროს შენიშნა. SOS ტალანტის ფარგლებში პარიზსა და შვეიცარიაში მიიწვია. თამარ ბერაიამ ცნობილი ფრანგი პიანისტის, კომპოზიტორისა და პედაგოგის იმედები ნამდვილად გაამართლა. მე და მიშელს ბევრი წელი ვაკავშირებს და ეს იყო ასე ვთქვათ დაგვირგვინება ჩვენი მეგობრობის პროფესიული კავშირის და იმედი მაქვს რომ პუბლიკა ისიამოვნებს ჩემი ჩანაწერით ისევე როგორც დღევანდელი კონცერტით ნიჭიერი ბავშვების შესრულებით. დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო. სტუმრები კმაყოფილები არიან. ყველა ამ ბავშვებზე საუბრობს, მათ შორის ის ქართველი სტუმრებიც, რომლებიც ასე გულშემატკივრობდნენ მათი ქვეყნის პატარა წარმომადგენლებს. ეს არის ქართული კულტურის წარმატება, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ დაფასება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ხმად გავაცნოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს თუ რა ტალანტებია საქართველოში და როგორ შეგვიძლია ჩვენ სამწვარი ჰანგრების შესრულება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომ ასე უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენს ხელოვანებს არ მარტო ასწავლის ამ უნიშნელოვანეს და ურთულეს ხელოვნებას, არამედ მათ აძლევს შესაძლებლობას და აძლევს ძალიან დიდ არენას. დასოების ოჯახისგან და ცნობილი ფრანგი მუსიკოსისგან მიშელ სონისგან საჯარო მადლობა მიიღო პირველმა ქართველმა იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ. წელს პირველად ქართველი პიანისტი დასოს სასახლეში აჭარის კულტურის მინისტრის რანგში წარსდგა. გრძნობ რა დიდ პასუხისგებლობას, მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად მევალება ის, რომ ჩემი ქვეყნის კულტურა, იდენტობა გავაცნო ევროპას და კიდევ მეტი უნდა ვაკეთო. ეს პირიქით დიდი პასუხისგებლობაა. სადაც მე ვარ, ყოველთვის უნდა იყოს ჩემთან ჩემი პატარა საქართველო და საერთოდ სადაც ასეთი დიდი ხელოვნებაა, საქართველოც ყველგან უნდა იყოს და ასე რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღით. პარიზში ელისეის მინდვრებზე აღმართული ისტორიული სასახლე უკვე წლებია მსოფლიო ვირტუოზებისთვის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის სივრცე გახდა. საქართველოში კი SOS ტალანტისთვის ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით დღემდე გრძელდება. როგორც დასოების ოჯახისგან მოვისმინეთ, ეს არის ყოველწლიური შანსი საქართველოსთვის, რომ პარიზის შუაგულში მდებარე სასახლიდან საფრანგეთსა და ევროპას ქართული კულტურის ხმა ამ მუსიკის ჰანგებით გააგონონ.